ჩემთვის მასწავლობა ძალიან ბევრს ნიშნავს. ალბათ ამანაც განაპირობა ჩემი პედაგოგად ჩამოყალიბება და ამას არ ვნანობ. ყოველდღიურად ცოცხალ ორგანიზმთან გვაქვს შეხება, სიყვარულია, სითბოა. კლასიდან გამოდიხარ, სკოლის შენობას ტოვებ, თითქოს გადიხარ ქუჩაში, მაგრამ იქაც ისევ და ისევ მასწავლებელი ხარ, ყოფილი მოსწავლეების, რომლისგანაც მოდის უდიდესი სითბო და სიყვარული. საგნის სწავლება ძალიან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მით უმეტეს მათემატიკის სწავლება. ხშირად მოვიფიქროთ ისეთი აქტივობები, რომელიც მათ დააინტერესებთ. შესაბამისად, სექტემბერში დავგეგმე, რომ მექნებოდა მე-11 კლასში მოცულობის სწავლებასთან დაკავშირებით STEM პროექტი. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა პროექტის განხორციელება ფინანსებთანაა დაკავშირებული, რესურსების მოძიებასთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ფიქრობდით იმაზე, თუ როგორ მოგვეძია ეს რესურსები და მალევე განათლების სამინისტროს მიერ დაიდო პროგრამა პროექტი ჩემს გაკვეთილზე, რაც ჩვენთვის უდიდესი სიამოვნება, სიხარული იყო და დიდი გამოწვევა იყო, რომ აი ამით ზუსტად ჩვენ მიგვეღწია ჩვენი მიზნისთვის, მოგვეპოვებინა რესურსები და გადაგვეხორციელებინა ეს აქტივობა. ჩავერთეთ ამ პროგრამაში, დაიდო შედეგებით და STEM-ი ჩემს გაკვეთილზე პროექტი გამარჯვებულია. ჩემ პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ მათემატიკისა და მეცნიერების მნიშვნელობა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეცნიერების გამოყენებით გადაჭრან ყოველდღიური პრობლემები და შექმნან პროდუქტი.